Სახალწლომიმები! Intros მუსიკა. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით და აგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. ეს არის წინა სახალწლომიმების ეპიზოდი. დიახ, სულ მალე ახალი წელია 2023. ყველას გილოცავთ წინასწარ, გისურვებთ ჯანმრთელობას და სურვილების ასრულებას ახალ 2023 წელში. როგორც ხედავთ, ცოტა დეკორაციაზე მეც ვიზრუნე სახალწლო განწყობა რო შევქმნა. თორის ბაბუის კუდები აღარ იყოს, ვამოიყიდა. ვიცი რომ დიდხანს ელოდებოდით მიმების ეპიზოდს შესაბამისად შევესიოთ გადავათვალიეროთ ჩვენი მიმერების ნამუშევრებს და შედევრებს და მუაებს. ხო, აი ეს ვაჟ ბატონის გილოცავთ. ახლა კი დავიწყეთ. რა თქმა უნდა, პირველი ჩარლზის მიმი უნდა შეგვხვდეს, ვინც ერთით ჩუჩუ ჩარლზი დავხურეთ ჩვენს არხზე. უმაგრესი თამაში იყო, მე ძალიან მომეწონა და ვისაც არ გქონდა ნახე, სულ 2 ეპიზოდიანი გამოვიდა, შეგიძლიათ გადახედოთ. მატარებლის ლიანდაქს ერთი პრობლემა ისაა, რომ მიხვდით ხო, სად მიყავართ მატარებლის ლიანდაქს არის, მაგრამ ვერ ჩავსვავ ამ მუსიკას, იმიტომ რომ კოპირაიტი დაგვედება. დიახ. და კოპირაიტის ეს მუსიკა. სლენდერა ეჩხუბება თავის გავამწერებს, ნუ ხართ ეგეთი დირთი მაინდებიო. სხვა კვეცხებზე მეუნები, ოკეი. ხო, რა მოხდა მერე? დიდი ამბავი. რა დირთი მაინდი? ლოგიკური შეკითხვა დამიშვის და ლოგიკურად უპასუხებ. მოიცადე, აჰა, მოვიცადე მერე. ამოხოსტავს და მიყურებს ეგრე. მოიცადე. მაგარი ცუდი ჩიტი გაეძრო იმენა. არ მეგონა თუ ამ თამაში რაღაცა დამა ჯამპსკერებდა. ოპა, ემილიზე გაეძრო ვიდეო. როგორ გაიზარდა, შეხედეთ, ვაფშე რო გაიზრდება, მე ვინღა უყურებს ამას. მაგრამ დაყავს თუ ძმა, ხო კიდე. დაწერთ ფანქრით. შეგიძლიათ ამით წაშალოთ. ლაში წახიდა. აუას რა კარგადაა, ზანაის. აი ამ ღილაკს თუ დააწვევით, არხს გამოიწერთ და ახალ ვიდეოებს იხილავთ კიდევ და ნოტიფიკაციაც მოგივათ თუ ზარის ღილაკს გააქტიურებთ. იცოდით? გილოცავთ არგენტინის ფანებს, დიახ, მოგვიანებით გილოცავთ მეც. ფეხბურთს არ უყურებ, მაგრამ ამ ბოლო მატჩს უყურე თავიდან ბოლომდე და ძალიან მაგარი მატჩი იყო. ბეკა და ირაკლისთან მოგებული ხელი CS:GO-ში. ოდესმე. ეს აქ რა ხდება, მაიცა. What? Okay. Nice mimi. ირა, ესეთ ფოტოს ადგიდევს, აზზე რა ვარ. როდესაც მასწავლებელმა დავალება მაჩვენებდა შენ ისე იქცევ, თითქოს ეძებ მიუხედავად იმისა, რომ არ დაგიწერია. ზუსტად მასია, ზუსტად. მე მას შემდეგ რაც მიმი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი, ვიდეოში არ მოხვდა. რა სიზავ ძმო, ხდება ხოლმე. გამტრია, nice, yeah baby. რატოღაც გონია რომ შენ დაიბრიდები ძმაო? უკვე? ჩალსი. მოკალი. სემალე რასკო. Nice. POV კლასში თამაშობ Secret Santas ჭიქების მაღაზია. ყველაზე ultimate საჩუქარი არის ჭიქა. როცა რესტორანში ხარ და გადახდის დრო მოვიდა, ანუ იდეაში შენ არ წვეთ მაგას. გადაიხდი და მე რაც დაგჭე იმას შეჭამ. რამე საშუალო, მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე, მაიცა. რო გადაიხდი, ან დაუშვათ საჭმლის ბოლოსკენ გახვედი, რაღაცა დაგჭა, ჩეკს მოითხოვ, გადაიხდი და მე რაც დარჩა იმას მომამთავრებ, რა მე რა რო კიდე 1.5 საათი ზიხარ. და ადგილს აკავებ. არ ვაშავებ, ხო, არ ვაშავებ. როცა მეხსე შპარგალკა დაწერდა მასწავლებელმა სხვაგან გადაგსვა. Average მასწავლებელი win. თუ სლენდერა ოჰაიოში წავიდოდა? To Slendera, Ohio, see Wavedoda. Nice English. რა თქმა უნდა, ჩემი B7-ით. აბაბათ, მაიც რა მოხდა? მაიც როგორ აღმოჩნდით ასე? რა მოხდა, სად შემეშალა, რა შემეშალა? მივიდა სასტუმროში ძალიან სწრაფი და ტრანზიშენი იყო. მაიც მანქანა ვის არ დაულეწავსო, ხო? ოკეი. შევიდა სასტუმროში. სხვა დონის ოთახია ეს. What? მაიც ამოტრიალებული არ იყო იმ მანქანა. მანქანა ორჯერ ამოტრიალებული. ოკეი. Nice, ეს გავისურდა. ფილმს უყუროთ, რა ფილმი? ოპა. რა თქმა უნდა, Squid Game სერიალი. ეგ მაგარია, მაგარი Squid Game-ის სიყორაკე პაროდია, ძალიან მომეწონა. Fever Dreams რო ეძახიან, ხო, ცეცხლის დროს რომ მაგრა მოიტანს და რაღაცები რო გელანდება და გესიზმრება. აი პონტი იყო ეხლა.
მე ნაის, კარგად იწვალე. დასაფასებელია. Wednesday? რა ის Wednesday? ოთხშაბათი. იმენა ოთხშაბათია. დედა უცხებს მანქანაში არ ჩაუშვდე მე. ხო, როგორი სიტუაცია იყო აქ ხა თუ გაინტერესებთ კონტექსტი. გაჩერებული ვარ თბილისის ზღვის სოკარის ფილიალთან. ხო და მოდის გამომწერი ესე ხელს მიგდებს რაღაცა გამარჯობა როგორ ახარო მეთქი როგორ ახარ რაღაცა იქ-თაკეთ. ჯერი გამომწერი ვარ რომ მთელი ამბები ძალიან გამისტორდა და ამჩნევ რომ ეხლა ეს ბიჭი კანკალებს რა, ნუ ძალიან ცივა. ხო და მეც შევთავაზე რომ მეთქი მოდი გაგიყვან სადაც მიდიხარ თქო, იმიტომ რომ სავარაუდოდ ავტობუსი ეულდებოდა და ეხლა სანამ ავტობუსი მოვიდო და კი მიიღებდა ფილტვების ანთებას ეციოდა. და ქურთუკი არ ეცვა, რატო არ გაცვია მეთქი ქურთუკი და სახში დამრჩაო. კი არა, დავტოვეო. როგორც იყო. ჩაიცვით თბილად. ყველგან მე არ ვიქნები რომ გაგიყვანო სახში. რა ძალიან კარგი ბავშვი იყო, მოკლედ მოკითხა შენ მეგობარო აქედან. თბილად ჩაიცვი არანერვიულო მშობლები. და უცხოებს არ ჩაუждეთ მანქანაში. დიახ, მე ხა ასე თუ ისე უცხო არა ვარ, იმიტომ რომ მიყურებ და იცით ჩემი საქმიანობა და რაღაც, მაგრამ ესე ვიღაცა რო გაგიჩერებთ, ყველას არ ჩაუждეთ. 1000 ჯიშის ხალხი დადის მაინც. თუ რაღაცაა და უცნაურად ლაპარაკობ, სიბრძნის კბილი მტკივა და მაწამებს ეს ორი დღე ასე რომ არ შემჩნიოთ. ცოტა გავუძელით, ვიჩლიფინებ ცოტას. TikTok ფილტრი გამიძრეს, ანიმე ფილტრი. მე სწავდა ეგეთ ანიმე ფილტრი ჩემ შეყვარებულთან ერთად. სხვა შორის TikTok-ზე. Nice, very handsome. ბუკიშმიშო ბულკი შემხვდა, ალბათ ღმერთო. ბაზარი არა. აი, პატარაობიდან ვერ ვიტან ქიშმიშს ბულკში არ შემიძლია. არქდა. არ რა მოხდა მე ქიშმიში ერი ბულკი არ მიყვარს. არ გაკეთო რა subscribe-ია, ქიშმის დავიღებე. აი ქიშმიში ხა. თუ გოდათ subscribe გააკეთე. ძალიან გემრიელია. კარგია კი. აი, ჭამ ქიშმისზე subscribe გააკეთე კიდე რა. მე როდესაც ვნახე რომ ჩემი მიმი არა მარტო დადასტურდა, არამედ ვიდეოშიც მოხვდა. Epic win. Nice. Wow, ეს რა მაგარი ნახატია, ნახე. საღო მაგარია სწორებს იმენა ძალიან მომეწონა. ყველას აქვს ჩვენი კეთილი და ბოროტი მხარე, დიახ. ბლენდერა და სლენდერა. Nice. ძალიან ლამაზი ნახატია, ბრავო. რაღაც ვიწვალე მაინც და იმედი მაქვს დამიფასებთ ვიცი რომ ცუდია, მაგრამ მაინც ცუდი რატოა. ვაუ, არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული რომ კარგია, იმიტომ რომ უკვე ხედავ რაც ხატია და საუბრობ, просто ძალიან პატარა რეზოლუციითაა და ვერ ვნახავ ნორმალურად. თქვენს მიერ დახატული ნახატები ცუდი არ არის. და საერთოდ ხელოვნებაში ცუდი ნახატი არ არსებობს. არსებობს ცუდი შემფასებელი. უფრო მეტიც შემიძლია, მაგრამ გამოვიდა ესა, არა გამოვიდა. What? Funky reaction. Opa! Slender chadi. Nice. Bravo. იმელაცოჩი ესეა. ძალიან კარგი არხია იარაღის განხილვა და ძალიან ბევრ ახალ რაღაცას ვიგებ მეც მაგ ვიდეოებიდან. მაგალითად თურმე მზეზე შეგილია საჭმელი დაამზადო. სპეციალური დანადგარები არსებობს და მაგათთან იხილავთ. ეს ვიდეო ნანახი მაქვს. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყო, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. სპეციალური დანადგარები არსებობს და მაგათთან იხილავთ. ეს ვიდეო ნანახი მაქვს. ვი. ოპა, Spider Girl. საბინდან თავ გამოყოფილი მე როდესაც სკოლაში არ გამიშეს. Ainsley. POV მე უყვები ჩემ პატარა ძმას ჩემს მოგონილ საშიშ ისტორიას. იმედაც ეჩეგა. მე საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმზე. ზუსტად მასე ვიყავ. ეგარაფერი. 1x80. სახლზე უნდა მიამაგრო და გადამყვარით მოდის PC-ზე. სვეჩი, ისე მამხელა ვიდეო კარტა რო გააკეთო, რა მაგარი მონაცემი იქნება, წარმოიდგინეთ. და კვების ბლოკი დაგჭირდება თუ ახლოსი ტრანსფორმატორი. კორპუსებთან რო დგას. სუპერმენი? არა, სუპერკაცი. Goat Simulator 3, Messi. Nice. ხალხი როცა ჩემის ცილი პირველად ესმით, მაიცა ეს რა დინოზავრი იყო. ფილმი სლენდერა და კეთი? What? Can I take your name, please, love? ცოტა high resolution ფოტო მაინც აგიღო. სხვათა შორის დიახ, კეთი ჩემი შეყვარებულია ვინც ერთით, მალე შევეცდები გაგაცნოთ არხზე. არ შევეძლია. ცოტა მაღალი რეზოლუციის ფოტო მაინც ყოფილიყო. არ შევიძლია. აი.
დამშორდება კეთი. როცა დედა გარეთ არ გიშუდა და შენი მეგობარი მიუგზავნე რომ დაგიყოლიოს. აუ რამდენჯერ გამიკეთებია. მე არ მისვებენ და დაურეკესენო გავომისვას რა. დედა ჩემი ღამით მომაწევს თუმძინავს და მე რომელიც თვითონ ხმაურზე გამეღვიძა. ეს არის acting level ყველა. ისწავლეთ. მასწავლებელი მერხების წაღებაში მოხმარება მინდა. კლასის ბიჭები და სლენდერ. ზუსტად ეგრე იყო. ზუსტად ეგრე ჩანდით. როცა დედამ ჩამაცვა ეზოში წასვლის წინ. ლუი ანდერსონი ვით ესე ხელებს რო ვერ ამოძრავებს. სხვა ქვეყნებში. Kuş kırker kölkülün kıska söz kim okuytez. Arkada altar kar var, kırkada kırgar. ჩემი იყო და ამდაყი შემოდალი ამდაყი ხوارი ყოს ვაჭხოშვა ვაჭუ ხოში გრამიო შემოკედექს რა მომშე შემოდაფია ხაჭებერა რა ვიდეოდან რა საუბარი what მე პირველი გავიგე მე და ჩემი ბედი ცეცხლ მაქსესლი უკიდია მიდი და მოკიდე ხელი აბა ბაზარი არა პატარაობაში მეც არ მევასებოდა ეს თეთრი რაღაცები ახლა ჯობლებად ჩამ პირველი კლასში ჩხუბია და ის ერთი კლასელია და ეგ ერთი კლასელი მე ვიყავი ხოლმე მე როცა Goat Simulator-ს ამსველოდები აუცილებლად დაიდება უბრალოდ სხვა საქმეებიც მაქვს და ვერ ვახერხებ უცებ გადაღებას თუ გსურს გააგრძელ ეს მოთხრობა არ მსურს 79420 IQ nice როცა მშობლებმა მანქანით მოგაკითხეს და ხედავ შენ კლასელებს რომლებიც ფეხით მიდიან ცოჩიეკში გზდება ლოჯიტექილა ჰაიბარ ეკეს ვიცოდი ჰაიბარ ეკეს nice რა სიგიჟე გაგიკეთებიათ არაფხიზელ მდგომარეობაში სამსახურიდან უფროსი გავაკეთე epic goat chad win moment ხო და სასტავ გავედით ვიდეოს ბოლოში სამწუხაროდ მაგრამ მე გარაფერი აღწერაში იქნება ჩვენი Facebook გვერდის ლინკი სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ გაწევრიანდეთ და დაპოსტოთ თქვენი მიმები თუ გაგიმართლათ მოხდება ვიდეოშიც კი ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას თითოეულ ჩემს გამომწერს არა გამომწერს და უბრალოდ მაყურებელს ეს იყო რაღაცა გარდამტეხი წელი ჩვენი არხის ისტორიაში ასე ვთქვათ არ ამჯერა რო უკვე თითქმის 4 წელია ამ საქმიანობაში ვარ 2023 წლის 12 იანვარს გახდება ზუსტად 4 წელი რაც პირველი სლენდერას ვიდეო დაიდო ასე ვთქვათ YouTube-ზე. უკვე 4 წელი გავიდა და რა ვიცი, ნუ ძნელი დასაჯერებელია და ამ ხელა რიცხვს რომ მივაღწიეთ, ამ ხელა ციფრს არხზე, ეგეც საერთოდ ძალიან მაგარია. 73703 გამომწერზე ვართ ეხლა რო წერ ამ ვიდეოს. ძალიან სიურრეალისტურია და ძალიან ცოტა ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის ჯერ კიდევ. ის საქმიანობა რომელიც ბავშვობიდან მინდოდა, ამ საქმიანობიდან რაღაცა გამოდის ნენელა და კიდევ უფრო ვითარდებით. და თქმა უნდა თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. მადლობა რომ აქამდე მოყობით არხს და მადლობა რომ თუნდაც ცოტა ხნით მაინც უყურებთ ვიდეოს იმ ლაიქის გამოწერის და კომენტარის გარეშე. ამეთი ძალიან დიდი мотиваცია მეძლევა და მინდა რომ კიდევ 4 წელი კი არა 10 წელი და უფრო მეტიც დავრჩი ამ საქმიანობაში და ძალიან მაინტერესებს როგორ ვიქნები ამ არხზე უკვე რომ დავბერდები. ბებერი შლენდერა რო გამოვა და ვარა ბიჩმეკა მაგარი იქნება ძალიან. რა მე უმისდენ მაგას რომ მთელი ცხოვრება YouTube-ზე დავრჩი. ნახოთ რა გამოვა. ყველაფერს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცხოვრებაში, მაგრამ იმედი მაქვს. ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თქვენი ყველა სურვილი სახდენას. რაც თავარია პატივიეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს რომ ნენელა ჩვენი ქვეყანა კიდევ უკეთესობისკენ წავა და ის ცუდი რაც ხდება და რაც ნეგატიური არის ამ ჩვენ ქვეყანაში, ცოტა მაინც პოზიტივისკენ გადაიწევს და გამოსწორდება ასე ვთქვათ რაღაცაში სიტუაცია. ჩვენ სახსაც შეეხება ვითარდება კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ შემდეგ წელს. იმედია კიდევ უფრო დიდ ნახტომებს გავაკეთებთ. ცოტა განსხვავებული კონტენტის შემოვასავარაუდოთ და მოკლედ. ბევრი სიახლე გეულდებათ. მაგრამ მანამდე უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. გამოიწეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლაიქეთ და კომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ. მე კიდე გენახავთ შემდეგში. სავარაუდოდ უკვე შემდეგ წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და Hey!